ვარ ნინაც ნელაზე 8 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და სწავლა. სწავლა შემაყვარა სკოლამ და ჩემმა მასწავლებელმა. ძალიან გამიმართლა, რომ მელანო არძენაძე არის ჩემი მასწავლებელი. ასე ძალიან იმიტომ მიყვარს, რომ თბილი არის, ლამაზი არის, ჭკვიანი არის და ძალიან ნიჭიერია. ჩემი აზრით ამ ვიდეოს რომ ნახავს, ჩამეხუტება. როგორ გავიცანი და ჯერ ფოტოები გადავიღეთ, მერე დედებმა წავიდნენ და გავიცანით ერთმანეთი. კითხვა რომ ვისწავლე, ვიყავი 7 წლის. ჩემი პირველი წიგნი იყო რატომელა. მე რომ მწერალი იყო წიგნს დავწერდი ბუნებაზე. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ლეკვი. ჩემი ოცნებაა ძაღლი რომ ყავდეს პატარა ფუმფულა. ფერი ცოტა მოყავისფრო. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს პანდა. მე მგონია რომ დავწერო ლექსები გამომივა. ჩემი საყვარელი მწერალია ჯანი როდანი. სახლში მაქვს ძალიან ბევრი კარგი წიგნი. ზოგი მასწავლებელმა დამაბარა, ზოგი ადრე პირველ კლასში ახალ წელზე მომიტანეს და ზოგი ვიყიდე. მე ვსწავლობ ძალიან კარგ სკოლაში, ბუფეტიც არის, სტადიონიც არის და კარგი მასწავლებელიც და ბავშვებიც. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ელენე შავაძე. ყველაზე ცეცხლი აიკანონეთ. ყველაზე ჭკვიანია ანა მარია ალბოლოვა. ყველაზე მშვიდია ლიზა თებიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, მეგობრული, ნიჭიერი და ცნობის მოყვარე. ცნობის მოყვარე იმიტომ ვარ, რომ ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი ვიცი. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება თავის საიდუმლოს. მე პირადად მაქვს 2 საიდუმლო. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ექიმობა იმიტომ გადავწყვეტე, რომ ვინც არ არის ჯანმრთელი, რომ ვუმკულნა. ახლა უკვე ვიცი ნემსეს გაკეთება. არავისთვის არ გამიკეთებია და მინდა გავუკეთო ბაბუას. ახლა მინდა ვიყო 27 წლის, იმიტომ რომ თან დიდი ვიქნები, თან სახლი მექნება, თან მანქანა და კიდევ ვიმუშავებ და ბევრი პული მექნება. ჩემი ოცნება სახლი უნდა იყოს 2 სართულიანი, დიდი აუზით და ეზოთი. სახლში ცხოვრობ მე, დაიკო, დედიკო, მამიკო და ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა ვყავდეს 1 და 2 ძმა. ჩემი დაიკო არის 6 წლის და ქვია ევა. ის არის პრანიჭია, ძალიან უყვარს პრანჭობა. კიდე არის ცოტათი ცელქი, ცნობის მოყვარე და ჭკვიანი. ჩემი აზრით ევა რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე. მამიკო არის კეთილი, ზრუნველი, სიმპათიური და ძლიერი. საერთოდ არაფრის არ აშინია. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მშრომელი, ჭკვიანი და მეგობრული. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ სახსაცვალებლების და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავ 6 წლის და ეს იყო ორცხობილა. ახლა ყველაზე გემრიელად ვწვამ კარტოფილს. ჩემი საყვარელი საჭმელია ბლინი. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი და საყვარელი მულტფილმია კრაიბეიბი. ჩემი აზრით ზღაპრის გმირიდან გავარ კონკიას. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი ხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟს. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 28 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ დედიკოს და მამიკოს ვაჩვენო და ბებიასაც და ბაბუასაც. შეიძლება კიდევ გავკეთო. თითო ნახატი ეღირება 20 ლარი. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს თეთრი. იმიტომ არ მიყვარს
მიყვარს თეთრი, რომ რომ ხატავ, თეთრი არ გაგადგება. თეთრ ფურცელზე ხატავ და არ გამოგადგება. დედასნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი iPhone 16-ს. წინა მონაწილემ დაბიტოვა ესეთი შეკითხვა, რომელ ყვავილს გავარ. ჩემი აზრით მე გავარ ვარდისფერს ვარდოს. შემდეგ მონაწილეს ვუტყოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თვისება და რომელი აქვს გამოსასწორებელი? მაგალითად, ჩემი ყველაზე კარგი თვისება კეთილი რო ვარ. გამოსასწორებელი მაქვს, რომ ცოტათი მეგობრებს ვაბრაზებ. ბედნიერება არის კარგ რაღაცაზე რო გაგეხარდება და გაჩუქებენ ძალიან კარგ საჩუქარს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.